გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6-ზე, კურიერის გუნდთან ერთად ახალ ამბებს მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძურა პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016-2018 წლებშიც იკავებდა. ამ დრომდე ძურა პატარაძე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. პრეზიდენტის სასახლეში ბრიფინგის გამართვამდე პატარაძე პრემიერ-მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს და პარლამენტის დელეგატებს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში წარუდგინა. მარიამ კოპალიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ზურა პატარაძე დაიკავებს. ის ცოტა ხნის წინ წარადგინეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზურა პატარაძეს უკვე აქვს ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება. ის სწორედ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა 2016-18 წლებში, ასევე მის საქმიანობას უკავშირდება დიპლომატიურ სამსახურში მუშაობაც. ამბობს, რომ რეგიონში დიდი გეგმებით ბრუნდება, აქვს სხვადასხვა გეგმა, სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიმართულებით და თვლის, რომ ეს პოსტი არის გამოწვევასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა. დღესვე საკუთარი სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს სულხან თამაზაშვილს, რომელიც დღევანდელ წარდგენას ესწრებოდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისათვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიოთ და მადლობა გადაუხადო აწ უკვე ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად მართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის აღშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მე მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში და ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. პრეზიდენტმა ზურა პატარაძის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო. დღესვე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა მის წარსულ პროფესიულ გამოცდილებაზე, ასევე ამ კუთხით ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმაც, სწორედ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აჭარის კუთხე მართვის მასშტაბით იყოს საიმედო ხელში. ზურა პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე დასასრულს სურს მადლობა გადაუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო მას ახალ საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის მხარე არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და რა თქმა უნდა ეს მხარე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ სულხან თამაზაშვილს მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო მადლობა მისი გამორჩეული საქმიანობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ
მოწესრიგ და მართვის კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჩაეყარა საფუძველი და ამისათვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა საქართველოს მთავრობაში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და რა თქმა უნდა მას მინდა წარმატებები უსურვო ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება ბატონ სურა პატარაძეს, მას არ ჭირდება ქართული საზოგადოების წინაშე და აჭარის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა, როგორც მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ამ საქმიანობას. მისი თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ, მათ შორის ძალიან მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მინდა გამოარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე, სადაც სწორედ მისი ელჩობის პირობებში ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ბატონ სურაბს განსაკუთრებული თავის პირადი წვლილი მიუძღვის. წარდგენამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონულ მდივანთან და უმრავლესობის ლიდერთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე დელეგატებს პარლამენტის აჭარის მხარიდან წარუდგინა სწორედ ახალი კანდიდატი ზურაბ პატარაძე, ასევე ამ შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილიც. მადლობა მარიამ, პირდაპირ ეთერში საუბრობდა მარიამ კოპალეიშვილი. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ახლა დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეგა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ერაკლი კობახიძე მისაუბრა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებაზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბატონ გეგა გელაძეს გადავხადო ძალიან დიდი მადლობა გასული 1 წლის განმავლობაში, პრინციპში არასრული 1 წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც მე ვიტყოდი გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა ჩვენ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეგა იქნება ესეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ბატონი სულხანი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი და მის გამოხატულება ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა მას აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე და მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ 1 წლის წინ მე გამომიცხადე დობა და წარმატგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული. როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო სრულიად პარტია ქართული ოცნების გუნდს, მის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიზინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გადარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ევროკავშირის ელჩის განცხადებებს მართველი გუნდი ღია მუქარად აფასებს. ვალ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს სამოქალაქო ომს და სიღარიბეს დაუბრუნდება. ელჩმა ეს განცხადება ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა საქართველოს ფოკუსში გაიხსნა. პასუხად ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მიზანშეწონილი იქნება ევროკავშირის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება. თავის ინსტიტუტებსა და სამართლებრივ სისტემაში.
საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. მათ გარო ახლოს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან განვითარდება მეორე მიმართულებით და ეს მეორე მიმართულება მისი შეხედულებით არის სამოქალაქო ომი და მოსახლეობის გაღარიბება. ხო, როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ ემსახურებს. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო, პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს. ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხნიალ, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართულ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და პირდაპირ ემუქრება გაღარიბება. პაվել ჰერჩინსკის პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა წერილობით უპასუხეს. ჰალო პაპუაშვილი წერს, რომ ელჩის მხრიდან ასეთი საუბარი არა მხოლოდ არაკორექტული, არამედ პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ირაკლი კირცხალია კი სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩს მიმართავს, როგორც ჩანს. საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანეთ ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზან მიმართულად მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებს, წერს კირცხალია სოციალურ ქსელში. მართალია ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა ჩახუტებით გავეგუდეთ. ასე იყო უწინ, ასეა დღესაც. ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ. ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფოს პოლიტიკად იყო ქცეული. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და ართმობს საკუთარ გზას. ხალხი როგორც ერთობა სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით. საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს. ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე, ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში 17 მაისს, ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს. ამ ფონზე ბატონი ელჩის მხრიდან ხალხზე საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული. და ბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი. უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები, უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები. ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა. რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად. ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესტნიკების და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა ბნელ დროს ჩააბარა. ბატონო პაվել, სამწუხაროდ როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზან მიმართულად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ. სხვაგვარად, როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირი სქესიანთა ქორწინება, ისევე როგორც
LGBTQ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში. ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებულნი ვართ კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონება მოწამლულ რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ. რეალურად კი ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან. უფრო მარტივად რომ განმარტოთ თქვენი გზავნილი შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს. ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოხდეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება Deep State-ის ხელწერა და გავლენა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ. შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და ქართული ოცნების მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. მეორე მხრივ აშკარაა, რომ მანამ სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას. დასასრულს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება Deep State-ის მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს. ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირება. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ აპირებს, თუმცა მანამდე ნაციონალურ მოძრაობაში 9 პარტიის ერთობის დატოვებაზე ფიქრობდნენ. დაპირისპირება პატიმარი ექს-პრეზიდენტის განცხადებებს მოყვა, რომელშიც ის ოპოზიციას მწვავე დაკრიტიკებს. მის სიტყვებს ნაციონალური მოძრაობის გარდა კი ყველა სხვა პარტია გაემიჯნა. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა რეგიონებში გასვლას, დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა დასავლეთში ვიზიტებს. დღეს ხო ნახეთ, რომ არ იყვნენ. მათი საქმეა კიდევ ერთხელ, ანუ შეთანხმებას არაფერი არ ემუქრება. ჩვენ 8 პარტია ვრჩებით შეთანხმების ერთგული და რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შიდა არეულობას, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ ეს შეთანხმება, ხელი რასაც მოაწერეს, კარგი შეთანხმებაა თუ ლუზერობის ფორმულა, თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში. წესები გაწერილია, ამ წესების მიხედვით მოქმედებთ. ყველა უნდა დაემორჩილოს ამ წესებს, ვინც არ დაემორჩილება ალიანსი დაუპირისპირდება. ჩვენი ლიდერი არ არის მიხეილ სააკაშვილი და თუ თავის პარტიასთან აქვს პრობლემები, თავის პარტიას ელაპარაკოს და გაარკვიონ ერთმანეთში. შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. სენსიტიური თემა გახლავთ, ამიტომაც რა თქმა უნდა, ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა. ეს გადაწყვეტილება არ არის ერთპიროვნულად მისაღები, არის კონსენსუსურად მისაღები, როგორც შესვლა იყო მიღებული თავის დროზე და როცა ეს გადაწყვეტილება იქნება საჯარო, გაიგებთ, მისი ეს პასუხი გამომდინარეობს იმ თავდასხმიდან, რომელიც მასზე გახორციელდა, თუმცა ერთი თავდასხმა არ იყო დღეების მანძილზე გაგრძელებული სამწუხაროდ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთწოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთწოდებული ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მე თვითონვე შლიან, მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში. ვინ არის ამ გაერთიანებაში? კონკრეტული პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნიათ.
საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები და არანაირი თანხმედრა არ აქვს. და როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ აგენტურის ქსელის წარმომადგენელი და რაღაცა იფუთები როგორც ვითომ პოლიტიკოსად, რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და შესაბამისად არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს სადაც არიან ეს ელემენტები ვიზოთ საუბრობთ, ხო, ყველა კარგად ხედავს. ეს არის მათი ბუნებრივი რეალური მდგომარეობა. მამუკა მდინარაძის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით. მტკიცებულებებშია მათ შორის მისი მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა და კონკრეტული ადამიანები. ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რომ ბლაჟევიჩი, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერია, ოპოზიციასა და აქტივისტებს რევოლუციური სცენარების შემუშავებაში ამზადებს. მართლ გუნდში ოპონენტების რადიკალურ გეგმებზე და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე საუბრობენ. განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. ადამიანთან დაკავშირებით ინფორმაცია სადაც გამიგი არსებობს მხოლოდ ეს წყარო ინფორმაციის, როცა მის მომთხოვნე შეკითხვებს ამ პიროვნების შესახებ და მათ შორის თქვენი რამდენიმე სიუჟეტიც მაქვს დანახი. მეტი აბსოლუტურად ინფორმაცია საერთოდ არ გამაჩნია ამ ადამიანზე, უცბად გეუბნებით. არ ვიცი ვინ არის მეთქი, თქვენ გავიცი მეთქი ამ ადამიანის არსებობის შესახებ და ეხლა როგორ მეტი რა კავშირი უნდა. ჩვენთვის ეს არ არის ახალი მოვლენა, გვარები იცვლება, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბატონი ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმოქმნას. ოპოზიციას რო უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმასე თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა როგორც არ გამოვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, არ გამოვათ არც მომავალში. დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია ენგურჰესში შემავალი შპს კოდორ ჰესის დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. დაკავებულმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული მას 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყების ცნობით შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება გაფლონგვას, მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი. წერია სუსის განცხადებაში. ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. მოსამართლე სათათბიროდ უკვე გავიდა, მანამდე პროცესი ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს. 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 20-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმშელეს ერთობრივ მნიშვნელოვან პროექტებზე. საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭერიშვილი საბერძნეთში იმყოფება. დღეს და ხვალ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია მაკა ბოჭერიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაშიც. მინისტრის სიტყვით გამოვა პანელზე სახელწოდებით ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი. ეკონომიკის მინისტრი კი დელეგაციასთან ერთად პეკინში იმყოფება, სადაც შეხვედრები გაიმართა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მარიამ ქრივიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას და ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან დიდ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით არსებობს, მათ შორის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ბიზნეს ფარგლებში ჩვენ ასევე შევხვდით უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე ჰქონდა შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი ადგილობრივ ავიაკომპანიებთან. ჩვენ გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ჰქონდეს პირდაპირი ფრენები შანხაისა და თბილისის შორის, რაც რა თქმა უნდა დამატებით ხელშეუწყობს ტურისტული ნაკადების და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა. მინისტრმა მოგვაწოდა მიმოხილვა საქართველოს წლევანდელი და გასული წლის ვითარების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიოს განვითარების საშუალო ტემპია. მინისტრმა ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების, ნავთობისა და გაზის მიმართულებით. დიუშენის პრეპარატები და რეალური რისკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრმა ამჯერად ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მიხეილ სარჯოლაძის თქმით, ADI მედიკამენტების ნაწილს მიანიჭა ავტორიზაცია, თუმცა დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს, რომ ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს ჯერ ცხოველებზე, მოგვიანებით კი ადამიანებზე. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა თუ არა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულია არაერთი სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ მეცნიერებმა პრეპარატის გამოცდის მიზნით სპეციალურად შექმნეს ვირთხის ახალი ჯიში, რაც მათ საშუალებას აძლევს კვლევების პროცესში ზუსტად გაზომონ კუნთის ძალა, წამლის დოზირება და ვერდითი ეფექტები. ეგრეთ წოდებული exon skipping. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორია მოცემულობა. ემა არც ერთს არ აქვს ერთის გამოკლებით, ერთს ქონდა. მინიჭებული მე უარი ითქვა. ძირითადი მიზეზი იმ ხანად აი 2018 წელს არის ეს მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ არც ერთ ამ exon skipping-ზე არ არის შეტანილი განაცხადი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, აი ეს არის მიზეზი. კერძოდ კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ესე იგი ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იგივე ამ მედიკამენტს. ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში $1 მილიონ ღირებული მედიკამენტია და ბუნებრივია, რომ ესე მარტივად ვერ წავიდოდა, ხო იქ ვერც კვლევა, ვერც ეს ფაქტები გამოქვეყნდებოდა, რამე სერიოზული არგუმენტი რო არ არსებობდეს ამ მიმართულებით. ემა არა აქვს, მაგრამ აი FDA აქვს მინიჭებული ამ exon skipping-ებს, მაგრამ ნახეთ, აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი. ეს დაჩქარებული წესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს, ცით რომ ამის შემდეგ, ამ ავტორიზაციის შემდეგ უნდა კვლევები როგორიც იცით, აი კვლევები ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა. როგორ მუშაობს, რა დაცვის საშუალებები ჭირდება და ასე შემდეგ. აი ამიტომ კი დავარქვათ კი ბატონო ამას კონსერვატიული მიდგომა. მაგრამ ამას ირჩევს, ამ მიდგომას ირჩევს ემაც და ამ მიდგომას ირჩევს ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა. ისინი სიფრთხილით უყურებენ. იგივეა ჩვენი მიდგომაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროსექტორის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. აგროთანადაფინანსების პროგრამა აერთიანებს ყველა საკვანძო მიმართულებას და მიზნად ისახავს ერთიანი ინტეგრირებული გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო თავისი მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დაიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. და შედეგები არის ხელშესახები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც $1.8 მილიონ გადააჭარბა. თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენაზე და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. გარდა ამისა, უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი. ახალი პროგრამებით ფერმერი და სახელმწიფო და ბანკები და ფერმერები ხდებიან ძლიერი და უფლებამოსილი პარტნიორები. თუ აქამდე სახელმწიფო მხარდაჭერა მიმართული იყო ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე, დღეს ჩვენ ვაფინანსებთ სრულ პროექტებს. ეს ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ყველა ის რესურსი, რომელიც აუცილებელია შედეგის მისაღწევად. ამ ცვლილებით უზრუნველყოფთ რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, უკეთ დაგეგმვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზომვადი შედეგების უფრო სწრაფად მიღწევას. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაფინანსების მოცულობის ზრდა, თანადაფინანსების მყაფიო სტრუქტურა, მონიტორინგის და ანგარიშგების გაძლიერებული სისტემა. უკიდურესად რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტეში, სადაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 2 გემი დააკავა. საუბარია ლიბერიის და პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე. ორივე გემი დარტყმების შედეგად დაზიანდა. პარალელურად ტელეკომპანია Fox News-ი თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ 21 აპრილს გამოცხადებული დროებითი ზავი 3-დან 5 დღემდე გაგრძელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაიმართოს. ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდიანი სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ფინანსური დახმარების პირველი ტრანში ქვეყნისთვის მიმდინარე წლის მაისში ან ივნისში გახდეს ხელმისაწვდომი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით გამოყოფილი რესურსი 3 ძირითად მიზანს იარაღის წარმოებას, შეიარაღების შესყიდვას და ზამთრის სეზონისთვის ენერგოსისტემის მომზადებას მოხმარდება. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთმა დრუჟბას მილსადენით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამ იდგემშვიდობებით ეთერს კი ვუთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.lg-ან და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.